მოგესალმებით. დღეს შაბათია და შეთანხმებისამებრ მთავარი ანალიტიკური გადაცემა, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა გავამახვილოთ დღეს საქართველოზე, სამხრეთ კავკასიაზე და შემდეგ უკვე ვიფიქროთ თუ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. მოდით პირდაპირ დავიწყოთ საშინაო მიმოხილვით და მე მინდა დავიწყო იმით, რასაც ინტენსიურად უკეთდება რეკლამა, რომ ავსტრიაში ხდება რაღაც ჯგუფის მომზადება ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და ეხლა გვიჩვენეს საქართველოში ბანაკი, სადაც ახალგაზრდებია შეკრებილი, უცხოელი ინსტრუქტორები ყავთ და ასწავლიან როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება. და ამას ხელისუფლება ძალიან დიდი, რომ იტყვიან, პომპეზურობით წარმოგიდგენთ, რომ აი არჩევნების წინ ასეთი ხელისუფლების დამხობა და გასაგები აქვე ტექსტი აქვს, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით არჩეული, აი ესენი მოვლენ და რა მოხდება მერე ყველა მიცის. ჯერ ერთი, მოდით დავალაგოთ. ემოციები აქვს, ვიღაცების პიროვნული მოხსენება არაფერში არ გვჭირდება. ჩვენ უბრალოდ მოცემულობა რა გვაქვს, იმაში უნდა გავერკვიოთ. პირველი, არ არსებობს ხელისუფლება მსოფლიოში, თუ რა თქმა უნდა იგი ოდნავ მაინც საკუთარ თავს ცემს პატივს, რომ დაუშვას ისეთი ჯგუფების საქმიანობა, რომელიც ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლებას დამხობას უმზადებს. ეს იმდენად შეუსაბამოა რეალობასთან, რომ საუბრად არ ღირს. მაშინ რატო გვაქვს ასეთი რეალობა? გასაუგებია, რომ ეს არის შესანიშნავად დაგეგმილი ტექნოლოგია. მეორე, შეუძლია თუ არა იმ მოტყუებულ ახალგაზრდებს დაამხოს ხელისუფლება. აი რაც მე თუ გნებავ დღევანდელ სიუჟეტში ვნახე და აბსოლუტურად ტიკი მასხარა ვიღაც, რომელიც ოცნებას თითს უქნევს, რომ აი რა იქნება, ახლა ჩვენ მოვემზადებით. მსოფლიოში ჯერ არასდროს ახალგაზრდებს არაფერი არ დაუმხიათ, მით უმეტეს ხელისუფლება და არც არასდროს შანსი არ ექნებათ, რომ რაიმე დაამხონ, იმიტომ რომ თუ ხელისუფლებას თავად სურს რომ დაემხოს, მაშინ ის მისცემს ამას ისეთნაირ მსვლელობას, რომ აჩვენოს როგორია თურმე ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს მასხარაობა და საკუთარი ცხვირის აგდება 2003 წელს შესანიშნავად შეასრულა შევარდნაძის ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერების, ძალიან უსახო ლიდერების გამოუგნებელი შეცდომების შედეგად, თორე შეერთებულ შტატებს არაფერი არ შეეძლო საქართველოში გაეკეთებინა და მით უმეტეს შევარდნაძის მცდელობაც ამას არანაირ შედეგს ვერ მოუტანდა. მე თვითონ ვიყავი იქ, მე თვითონ ჩაბმული ვიყავი ყველა პროცესში და შესანიშნავად ვიცი. ამიტომ როცა მე დღეს ვხედავ ამას, შეიძლება ჩვენ ამ მოქალაქემ, რომელიც შორს არის პოლიტიკიდან, უყურებს, აინტერესებს, წესიერი ადამიანია და უამრავი საბედნიეროდ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი შემორჩა, ცხადია შეშფოთებულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკები ხელისუფლებისა, ვერანაირი. მე ჯერ კიდევ არჩევნების წინ ძალიან ინტენსიურად მთხოვდნენ საზღვარგარეთ, რომ ინტერვიუები მიმეცა, მირეკავდნენ, მე ცხადია ყველაფერს თავისუფლად ამამად ვაბრძლებდი ინტერვიუებს და ერთ-ერთი იყო ის, რომ ძალიან შეცებდნენ, როცა მე ვუთხარი, რომ აი დასავლეთი რომ ამზადებს, აი ასეთ რაც იყო რა, რაც იწერებოდა, რომ რევოლუცია. მე ვუთხარი მაშინ ძალიან მარტივი რამ,
ჩემზე უკეთ მე არ ამგონია რომ იცოდეს უცხოელმა ჟურნალისტებმა ან თუ გნებავთ ამ სამასხრო ელჩებმა რომლებიც უკვე საკუთარ თავს შეურაცხყოფენ იმდენად ცუდად იქცევიან მეოთხარი რომ საქართველოში ერთადერთი კაცია ვინც განაგებს ხელისუფლებას სხვა ნომინალური ხელისუფლება სახელად არიან ხელისუფლება თუ პირადად ის არ მოქმედებს გადატრიალების მომზადებაში არანაირი გადატრიალება ვერ მოხდება ძალიან უჭირდათ ამის დაჯერება მაგრამ შემდეგ ასე გამოვიდა უბრალოდ ივანიშვილი არ მონაწილეობდა ამ გადატრიალებაში თუმცა ყველა იმ საპროტესტო აქციებში იქ იმ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მეორე შემოგდებაში და ასე შემდეგ რა თქმა უნდა მოდით ასე ვთქვათ ხელისუფლების უინები იყო მაგრამ შეუძლებელი იყო რომ გადატრიალება მომხდარიყო იმიტომ რომ დღეს არ არის სიტუაცია ისეთი როცა შეიძლება ხელისუფლება დაამხო მით უმეტეს იმ ძალების მიერ რომელსაც თქვენ უყურებთ მე დღეს არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმაზე მაგრამ ქართულთა დიდი გაერთიანების ბრუნების აკრების შემდეგ ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვიტყვით და ვიტყვით ცოტა ძალიან მძიმედ იმიტომ რომ სწორად გამიგეთ მე კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რას ვაკეთებ რას ვამბობ ამას თავისკებით კი არ ვამბობ აი ამას ვამბობ იმიტომ რომ ასეა იმიტომ გავაკეთეთ ჩვენ ქართულთა გაერთიანება ეს არ არის პარტია არ არის მოძრაობა მას არ აყავს ვიღაც უფროსი ამ ტიპის გაერთიანების დარტყმა განეიტრალება შეუძლებელია იმიტომ მე არ ვიქნები სხვა იქნება ვინმე ოთხეული ჩვენი რომელიც ინიციატორი იყო ამისა რაღაც მიზეზების გავა გვერდზე მე რა საქმე გაგრძელდება ესე იგი აქ ფულით ვერავის ვერ მოისყიდი გამორიცხულია აზრი არ აქვს აქ მოსყიდვაც ვინმესი ეს არ არის სტრუქტურა რომელსაც თქვენ შეიძლება გაანეიტრალოთ რა უნდა გაანეიტრალო ხალხი საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ შეიკრიბება და გააკეთებს იმას რაც უნდა გააკეთოს მე უფრო დეტალურად რა თქმა უნდა დღეს გადაცემის ბოლოს ვისაუბრებ ამ მიზანზე მაგრამ შემთხვევით არაფერი არ არის გაკეთებული მე ყველას გთხოვთ, ვისაც ეს ქვეყანა გეძვირფასებათ, ვისთვისაც ეს ყველაფერი არის, აი, სასიცოცხლოდ აუცილებელი. კარგად დაუკვირდით რა მდგომარეობაში ვარ და კარგად მინდა ჩემს ნათქვამ სიტყვებს იაზრებდეთ და შემდეგ თუ კი დაეთანხმებით მე არ მინდა თქვენ მიჯერებდეთ ღმერთო დამიფარე ასეთი რამისგან არა მე ვსაუბრობ იმაზე კარგად ინფორმირებული ვარ იცით რა გზაც ამაქვს გავლილი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ნულოვან საფრთხეს აი ის ომახიანი პოლიტიკური ლიდერები ისეთ ქაქში არიან გახვეულები იმ ქაქიდან ცხოვრებაში ვერ ამოვლენ რატომ არიან ქაქში გახვეული ეს ცალკე თემა ამიტომ გთხოვთ დღეს ნუ მომთხოვთ ამაზე საუბარს ამიტომ მთელი ეს ბალმასკარადი რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ იყოს კონკურენტულ გარემოში იყოს ამ მდგომარეობაში, როდესაც ესე იგი ვიღაც ცუდები ამხობენ, წარმოგიდგენიათ თქვენ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ვიღაც ინსტრუქტორების შემოყვანა, რაღაც ფულის მიღება ამ დროს ვითომ კანონი აქვს მიღებული, ხო სწორია? ბანაკის მოწყობა, გასაგებია, იქ არის უხეშად მოტყულებული ახალგაზრდები, ხაზს უსვამ. ამ ახალგაზრდებს მე როდესაც რუსთაველზე დიდი რაოდენობით იკრიბებოდა ხალხი, მაშინაც მივმართი არაერთხელ შეუთვალე რომ მოვალ და დაგელაპარაკებით. გინდა 50,000 იყავით და გინდა 100,000 ძალიან ხისტად დაგელაპარაკებით. ეს არის მოტყუებული ახალგაზრდები,
გასაგებია ლიდერები ფულთან არიან დაკავშირებული, დანარჩენი ბევრი წესიერი ახალგაზრდა, რომელიც რაღაცის გამოა მისული იქ, ან და კარგად ვიცი მე როგორ ხედებოდა ორგანიზება უნივერსიტეტებში, რომ ახალგაზრდები გასულიყვნენ, საფრთხე არის ნულოვანი, მაგრამ არჩევნებისთვის ეს არის შესანიშნავი სიტყვა არა რომ არიქა მოდი ჩვენ თორე აი ეს ხალხი გადმოატრიალებს, ვინ უნდა გადმოატრიალოს მითხარით ერთ ახალგაზრდებს მიმართავ, ვინც ვითომ რაღაცის აპროტესტებს, რისი გადამტრიალებები თქვენ ახართ. სადგან გინახიათ კაცობრიობის ისტორიაში, რომ თქვენ ასაკში ხალხს რაიმე გადაეტრიალებინოს. რაიმე რომ გადაატრიალო, ეს უსაშველო ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია იმაზე წასვლა, რომ იარაღს მოგიდოს ხელი და იბრძოლოს. თქვენ რის იარაღს უნდა მოგიდოთ ხელი, მითხარით. ვის უნდა შეებრძოლოთ, ვინ უნდა გადმოატრიალოთ, ვერ გავიგებთ. კარგია ხელისუფლება დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება 10-ჯერ გადასატრიალებელია. უნდა გადაატრიალო, მოიყვანო, გადაატრიალო, იმიტომ ანახო ეს საშინელება, რასაც იგი 12 წელია ჩადის. მაგრამ თავისი თავი ძალიან მოსწონს. მე ვსაუბრობ სხვა რამაზე. მე ვსაუბრობ რეალობაზე. ამიტომ მე არ მომწონს ის, კიდე გეუბნებით, მე არ მომწონს, როდესაც ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასეთ იაფფასიან ოინებს მიმართავს. მაგრამ მე რას ვთხოვ, ვერ გავიგე, უკანონობას ჩადის ვიღაცა, ბანაკი მოაწყო ხელისუფლება უნდა დავაწყოთ. მე რა გავაკეთო მითხარით? მე მივიდე ისინი დავაკავო თუ საპროტესტო აქცია გავაკეთო, ესე იგი მე იმდენად გამოშტერებული უნდა ვიყო, რომ ესე იგი თქვენგან მოტყუებული წავიდე იქ და ესე იგი არიქა ჩემი ქვეყნის ხელისუფლება არ დაამხოთ თქოთ რა, ვერაფერს ვერ დაამხოთ. ტიკი მასხარების დონეზე ხართ ახალგაზრდებო გამოყენებული. სადაც გინდათ იქ მოვალ და იქ დაგელაპარაკებით. მე ძალიან მენანება რომ ახალგაზრდა ასაკში თქვენ ხართ იმ დონეზე მოტყუებული და იმდენად ელემენტარული ინტელექტი და განათლება არ გაგაჩნიათ, რომ ვერ მიხვდეთ რა ნაგავში ხართ შეყვანილი. ეს არის თემა, რომელიც ყველაზე მყინვარულია, არჩევნებზე მნიშვნელოვანი ამ წუთში არაფერია, ყველაფერი კეთდება, პროპაგანდა, ეს ყველაფერი რა ბრწყინვალეთა, ყველაფერი რა და ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. მოკლედ ასია, სანამ არ იქნება რეალური ძალა და რეალური ძალა, პოლიტიკური ძალა ვერ იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკური სისტემა განადგურებულია, ჩვენ ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის გვერდით დგომისთვის მოვიფიქრეთ ძალიან დიდი ფიქრის მერე ყველა გზა გავლილია ქართულთა დიდი გაერთიანება, ჩვენი საღი ქართველების გაერთიანება, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ პროცესს დაბლოკავს ქვეყანაში. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა და ჩვენ ამას შევძლებთ, რომ მივიყვანოთ ბოლომდე. ესე იგი, ეხლა მე შევწყვეტ ამ საშინაო ანალიზს, შემდეგ დავუბრუნდები სულ ბოლოში ქართულთა გაერთიანებას, ეხლა კავკასიის სხვა ამბებთან დაკავშირებით. მე წინა გადაცემაში ზუსტად გითხარით ირან, სომხეთის ურთიერთობა, ირან, ბელორუსის ურთიერთობა, დღეს დაუმატე ის, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელორუსის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგა. ეს თქვენ უბრალო ფაქტი ნუგონიათ, სად შეერთებული შტატები თავისი აბსოლუტურად გიგანტური შესაძლებლობებით, სად ბელორუსი მით უმეტეს მოკავშირე რუსეთისა, ხო? მაგრამ ამ ძალიან სერიოზულ ვითარებაში, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ ამერიკელები, ამ ზარს უნდა მოყეთ. მე ადრეც გითხარით თქვენ, რომ აუცილებლად მოხდება
შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტისა ბელორუსის პრეზიდენტთა როგორც კი ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩავიდა და ლუკაშენკოს 6 საათი ესაუბრა ამას მოყვა ფორმალურად ტიხანოვსკის განთავისუფლება ტიხანოვსკი გინ ციხეში ყოფილა გინ გარე ყოფილა ბელორუსის სახელმწიფოსთვის ნულოვანი საფრთხეა ეხლა იმისთვის რომ იმიჯი გამოკეთდეს ალბათ იმ 1300-მდე კაცსაც გამოუშვებს ნელ-ნელა ნუიფიქრებთ რომ რაღაცა ერთმა დამიწერა დღეს Facebook-ზე როცა ეს დავწერე რომ საშიში ხომ არ არისო ძალიან კარგი პიროვნება საშიში როგორ შეიძლება იყოს 1300 კაცი ხელისუფლებისთვის საშიში ვერ არის მით უმეტეს ისეთი ხელისუფლებისთვის როგორც ბელორუსია აქ სხვა ბიზნები არის იგი შუამავლის როლს შეასრულებს რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გარეშე არსებობა არ შეუძლია მას უბრალოდ ერთ თვეში გაანადგურებენ ის რასაც თქვენ ხედავდით იმ არეულობებს ბელორუსში ეს იყო სწორედ გადატრიალების მცდელობა და მერე უკვე ბელორუსის შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა გასაგებია რუსები ამას არ დათმობდნენ მაგრამ ბელორუსი რუსეთის კავშირი არის ბუნებრივი კავშირი ამ კავშირმა ბელორუსის ფეხზე დააყენა და ძალიან კარგად თქვა ლუკაშენკო მე რა რომ ბელორუსის სახელმწიფო არასდროს არ ყოფილაო ეხლა ხო არსებობსო ხო და კეთილი ინებეთო და ანგარიში გაუწიეთ ამასო წინვალე სიტყვებია ქართველები ყოველთვის იყვნენ თავიანთი სახელმწიფოს ფარგლებში 700 წელი ანგრევენ საკუთარ თავს და ეხლაც ისე მიყავთ საქმე კიდე გეუბნებით არაფერი საქართველოს წინაშე მოხსნილი არ არის რომ რა გამოვა აქედან თუ ვერ მოვასწარით და ძალა ვერ ჩამოვაყალიბებთ აქედან უკონტროლო სიტუაციები შეიძლება განვითარდეს იმიტომ რომ საქართველოზე არ არის დამოკიდებული ეხლა რატომ ბელორუსს უჩნდება ფუნქცია აშკარად სერიოზული ფუნქცია თქვენ ორ გიგანტ სამხედრო სახელმწიფოს მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქცია შეასრულოთ კოლოსალური ფუნქცია არის მე მაგაც ფიქრობდი რომ საქართველოს ხელისუფლებაში ოდნავ მაინც გონიერი პოლიტიკოსი რო იყოს რაღაც ფუნქციებს აიღებდა ბოლოს სომხეთმა გადადგა უბწყინვალესი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობა ირანთან რუსეთთანაც იგივე მოხდება თუმცა ჯერჯერობით სომხეთი არსად წასულა და დააკვირდით ამ სვლების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონი ილხამ ალიევის განცხადება თავის ხალხს მიმართავს და ამბობს რომ ყოველ დღე ომისთვის უნდა ვიყოთ მზად ამ სიტყვებში არის ის საფრთხე, რაც კარგად აქვს დანახული, იგივე საკუთარ თავს თვითონვე შეუქმნა, აზერბაიჯანმა პრობლემები საკუთარ თავს თავად შეუქმნა, ის უბრალოდ წამოეგო თავისი ინტელექტის ნაკლებობის გამო აშკარად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ხა შენ ინგლისში მეფეს შეგახვედრონ და მერე შეგახუჭუჭონ იქ და გადაგადმევინონ ის სულელური ნაბიჯები თურქეთის მოიმედეობით, თურქეთი რასაიმედო ქვეყანა კი არის, რომ ამიერკავკასიაში, ანუ სამხრეთ კავკასიაში რაიმე დაალაგოს. მე ხაზს უსვამ გაბუქებულ წარმოდგენებს თურქეთზე საქართველოში, რომლის უკან თურქეთის ფული დგას. არაფერი არ იქნება. ესე იგი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო სომხეთ-ირანის სტრატეგიული კავშირი, ირან-ბელორუსის ყოვლისმომცველი ორივეგან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს დიდი რამეა, ილხამ ალიევის განცხადება ყოველდღიურად ომის მზადების შესახებ. მე ახლა არ მინდა სცენარებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ მე გითხარით, რომ არანაირ სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოწერია ხელი ამერიკაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. გუმრის ბაზის გაძლიერება ხდება სამხედრო თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ირანმა აჩვენა
ღიად აჩვენა ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც 80 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში, ანუ 80 კილომეტრი ასე 80 კილომეტრი კვადრატი შეკარით, ერთი რაკეტა ყველაფერს ანადგურებს, რაც კი შეიძლება. ეს შემთხვევით არ არის ნაჩვენები. მე ვინც გამომიგზავნა ეს ყველაფერი სპარსულ ენაზე და თარგმანი მოაყოლა, მაშინ თქვი და დღეს იყო ეს და დაუწერე რომ აბა ისრაელს შავი დედალივით გამართლებია თქო. ისრაელი ემზადებოდა ხელახალი ომისათვის, მე არ მგონია ეხლა გაბედოს ისრაელმა ომის წარმოება, ეგერ ღაზაში ემზადება ღაზას ასაღებად, მაგრამ გამოუვა ეს თუ არ გამოუვა, კარგად ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები. ესე იგი, აი რომ იტყვიან ის რგოლი, რომელიც ამიერკავკასიას, სამხრეთ კავკასიას ერტყმის, ნელ-ნელა იჭიმება და ჩვენ უნდა ველოდოთ მრავალმხრივ განვითარებას მოვლენებისა. უკრაინაში ფაქტობრივად არაფერი არ მოხდება, არავითარი ომის შეწყვეტა არ მოხდება. ლაპარაკი არის ზუსტად ისეთი ფორმით, რომ მრავალ ასპექტს ითვალისწინებს. მოდით პირველად ახსენა ზელენსკიმ, რომ მზად არის ტერიტორიების დათმობისთვის, მაგრამ ზელენსკის გაუხმაურეს ის მონაცემები ვიღაცამ გაჟონა უკრაინიდან, სადაც 1,700,000 დაღუპული ჯარისკაცი მეომარი ყავს. ეს ფაქტიურად როგორც ამერიკული გამოცემა წერდა, ჩემს გვერდზე არის Facebook-ზე, შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის თაობები განადგურებული, ცხადია. სტატისტიკა ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ომების სტატისტიკა ერთ დაღუპულზე 3 დაჭრილია, 3-5, მაგრამ საუკეთესო ავიღოთ 3 კაცი, ესე იგი 5,100,000 კაცი დამახინჯებულია, დაჭრილია, ან ხეიბარია, მილიონობით ადამიანი ემიგრაციაშია წასული, ქვეყანა დანგრეულია და შედეგი უკრაინის მაგალითი საქართველოსთვის გაფრთხილება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გეოპოლიტიკური ინტერესების ფარგლებში დიდი მოთამაშეების დაპირისპირების შემთხვევაში ჩაერიო ამ კონფლიქტში და იყო მხარე. ყოველთვის თქვენ გახსოვთ, მე ვსაუბრობ, არ შეიძლება ამ კონფლიქტში ჩვენ ვიყოთ მხარე. ჩვენ არა გვაქვს იმის ფოფუნება, რომ ვიყოთ ან ამერიკელების მხარეს და ვებრძოლოთ რუსებს, ან და ვიყოთ რუსების მხარეს და ვებრძოლოთ ამერიკელებს. ორივე არის ერთი დონის სისულელე, ერთი დონის კატასტროფა, საიდანაც საქართველოს სახელმწიფოსგან არაფერი დარჩება. ჩვენი მიზანი არის სტაბილურობის შენარჩუნება, ჩაურევლობის პოლიტიკა, მეხუთე კოლონის ალაგმობა, ხასუსო. არანაირი პოლიტიკური ოპოზიცია ეს არ არის. ეს არის მისმა მომხრეებმა რომ იცოდნენ, რასაც ჩვენ მომავალში ვიტყვით, კიდე გეუბნებით, ეხლა მე უბრალოდ არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი, ეს არის ოპოზიციის მომხრეებმაც რომ იცოდნენ რაშია საქმე, ამ ოპოზიციას არავინ მხარდაჭერი არ ეყოლება. მაგრამ ეს არის ფორმალური ოპოზიცია, გაყიდული ოპოზიცია, აბსოლუტურად მოსყიდული ოპოზიცია, რომელიც ბაქი ბუქობს ხელისუფლების მიერ დასაშვებ ჩარჩოებში. იგი ამ ჩარჩოებს ვერ გასცილდება. ამით უნდა გავჩერდე ამ თემაზე და გადავალ სხვა თემაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენთვის. ეს არის ევროპის პოზიცია და რა კი ევროკავშირი ძალიან არასწორ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, ხასუცა მე ახლა ჩემი ქვეყნის
თვალსაზრისიდან გეუბნებით, მე დღეს დილიდანვე სერიოზულად დაუთმეთ, რომ და ევრონიუსის ზუსტად ის გადაცემები იყო, ისინი ღიად ლაპარაკობენ, რომ ისინი ომისთვის ემზადებიან, რომ ისინი რუსებს არ მისცემენ და ლაპარაკობენ აბსოლუტურად დამახინჯებული რეალობის ფარგლებში, რომ თითქოს ესე იგი, რომ მათ ხვალ დაესხმება თავზე რუსეთი, ამიტომ ისინი უნდა გაძლიერდნენ, უნდა შეერდნენ ნატოს გენერალური მდივანი ჩავიდა და კი იცით რა თქვა, რომ უპირობო მხარდაჭერა არის უკრაინაზე და ჩვენ ბოლომდე დავრჩებით. იქეთ გამოდიან ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები და ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ყველაზე მეტი მივეხმარეთ და ჩვენ კიდევ მოვეხმარებით და რუსეთმა, ესე იგი, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ამ უბედურებაში გახვეული. იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველ დღე დააკვირდით საინფორმაციო საშუალებებს დღეში 10-ჯერ ახსენებს, გადაცემაში 10-ჯერ, 20-ჯერ ახსენებს ევროკავშირს და როგორ მიდიან გეკითხებით. მე მიმაჩნია, რომ ნატო ევროკავშირის მინუს ამერიკის შეერთებული შტატები ომი რუსეთთან გარდაუვალია. მე მინდა ვიცოდე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ რომ მივდივართ ჭალებში, ყოველ შემთხვევაში ასე აბოლებენ ქართველებს ეს ადამიანები, იმ უბედურებაში საქართველოს ხელისუფლება რა პოზიციას დაიკავებს. ესე იგი, ისინი იბრძოლებენ რუსეთთან და ჩვენ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ რუსეთთან. კარგ საქმეს გავაკეთებთ. თუ ამას გავაკეთებთ, რა დაგვემართება, კარგად ნახავთ. მაგრამ მე არა მაქვს არანაირი გარანტია იმისა, რომ კავკასიაში სიტუაციის დაძაბულობის შემთხვევაში რა პოზიციას დაიჭირს საქართველოს ხელისუფლება. კიდე გეუბნებით, ღია ტექსტით ალიევმა მიმართა, ყოველ დღე ელოდება ომს და სწორად ელოდება. სწორად ელოდება აზერბაიჯანი ომს. რა მოყვება ამას? ეხლა ნუ ვიმარჩიელებ, თავარი ის არის, რომ ის აცხადებს და სწორად აცხადებს. არ არის ის, როგორც საქართველოში გონება დამთხოვლ ადამიანებს გონიათ, რომ რაღაც ასეთი მოხდება, რომელიც თითქოს და ამ გონებამრუდე ადამიანების იდეა ფიქსებს, სულელურ იდეა ფიქსებს მოიყვანს მოძრაობაში, გამორიცხულია. ხელისუფლებაც ამ სულელური იდეა ფიქსების ტყვეობაშია და ნაბის წარდგამს, რომ რაიმე უკეთესობისკენ გადაიხაროს. ის რომ ომში არებება, ათასნაირად გითხარით და ათასნაირად აბსოლუტურად ყოველგვარი ბოროტობის გარეშე ვამბობ ამას. ომში რო ჩაება საქართველოს ხელისუფლება, ცხადია საქართველოსთვის ეს ხანმოკლე, მაგრამ გარკვეული ძალიან დამაზიანებელი იქნება, მაგრამ პირველი ვინც განადგურდება ეს ხელისუფლება იქნება. ეხლა მითხარით თქვენ ამ ხელისუფლებას იმის გარანტია რომ გქონდეს, რომ მეორე ფრონტს აგერ თავის მეგობარ ევროკავშირს კავკასიაში აგერ აუფეთქებს სიტუაციას და ამით არაფერი მოუვა, ამდენი ხანი 9-ჯერ დაიწყებდნენ ომს, მაგრამ რეალობა სხვანაირია და ომს ვერ დაიწყებენ. და იმისათვის, რომ შეინიღბოს გაცილებით დიდი რამ, ოცნებას აკიდეს თითქოს ეს რუსეთის ხელისუფლება იყოს. ჩემი დამოკიდებულება ამ საცოდავი ხელისუფლებისადმი იცით, მაგრამ არავითარი რუსულია, რა არის რუსული საქართველოში. ერთადერთი შუბლზე გაწყვეტილი ხალხი, პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი რუსეთი ყავთ, ფულს იქ აკეთებენ, გადმორიცხები მილიონობითაა, ათობით მილიონია, აგინებენ, არაფერი, ყველაფერი მიდის თავისი გზით, როგორც უნდა მიდიოდეს. ამიტომ ესეც როგორც იმ ბანაკის ჩვენება დღეს იმედის საინფორმაციოში ალბათ სხვაც იყო, რომ აი როგორ ემზადებიან
საცოდავი ახალგაზრდები. ხასუსვან თქვენ მართლა საცოდავებო, როგორ მიეცით საკუთარი თავი ამ სიგლახეში, რომ თქვენ ვიღაცას დაამხობ, იქეთ დაგამხობენ ყველაფერს თავს. კარგია, ცუდია, ხელისუფლება მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის დამხობები თქვენ არ ახართ რა. გამორიცხული. იგივეა ეს პროპაგანდაც. ევროპაშიც იგივე ხდება, იმიტომ რომ გასაგებია, ვერანაირად ვერ ზომავენ და სიტუაციის არევისკენ წავიდნენ ელჩები, ნახეთ ის ვიღაც გერმანიის ელჩი სამარცხვინო, ევროკავშირის ელჩი სამარცხვინო, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩი აიღეთ, რომელიც გამოდის, აბსოლუტურად სამარცხვინო და საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ყველაფერი მაინც მისცეს, რატომ იცით, აი ელჩებიც კი ებრძვიან, ანუ deep state-ი ებრძვის საქართველოს deep state-ი არის შეერთებულ შტატებში და იქ ებრძვიან ამ deep state-ს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძლიერი გავლენის ჯგუფები, რომლებიც სხვა მსოფლმხედველობრივ პოზიციაზე არიან და თქვენ ნახეთ ბოლტონი, რომ ბოლტონია, კაცი, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რჩეველი ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ანუ კაცი, რომელსაც ხელი მიუწოდებოდა აბსოლუტურად ყველა საიდუმლო დოკუმენტზე, დღეს 20 წელი ემუქრება, იმიტომ რომ საიდუმლო დოკუმენტებიდან თავის წიგნში გაჟღერებული აქვს ის ინფორმაცია, რომელიც არ უნდა იყოს გაჟღერებული. როგორც აშკარად ჩანდა, ეს მაინც ნეოკონსერვატორია თავისი აზროვნებით, თანაც მყრალი ნეოკონსერვატორი, დაკავშირებული იყო იმ ძლიერ ჯგუფებთან, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ებრძვის. თუ ყველაფერი და ჩხრეკა ჩატარდა, იცით თქვენ დილის 7 საათზე მის სახლში, მე არ ვიცი ახლა ჩხრეკის შედეგები, მაგრამ ვიცი ის, რომ 20 წლიანი მუხლი მიეყენება და რა გამოვა აქედან ნახავთ. ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიდის იმ ფუნდამენტურ წმენდაზე, რომლის გარეშეც შეერთებული შტატების მომავალს ძირი ქონდა გამოთხრილი. ხასუსვა. ყველას გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის გონება დამხმარებლობა, ნეოკონსერვატორების საგარეო პოლიტიკა, ჯერაც ამერიკის საგარეო პოლიტიკას ცოტა ჩააჩოჩებინეს, მაგრამ სანამ ბოლომდე არ ჩაიხსნებიან ნეოკონსერვატორები, ეს ნეოტროცკისტები სინამდვილეში, მე არაერთხელ ამიხსნია, რომ ნეოკონსერვატორების ყველა მამა დამფუძნებელი ახალგაზრდობაში იყო იდეური ტროცკისტი. მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ნიუ-იორკელი ინტელექტუალი, როგორც იყო ირვინ კრისტოლი, ერთ-ერთი დიდი მამა ნეოკონსერვატიზმისა. მამალი, ხო იცით, იდეური ტროცკისტი. იდეური ბოლშევიკი ვიცით ჩვენ, იდეური ტროცკისტიც ვიცით რა არის. ეხლა ვიცით იდეური მედასავლეთები, ანუ შინ რომ მიდიან როგორები არიან, ხო? ეხლა იმ ტროცკისტებთან შედარებით ესენი კარიკატურები არის, მაგრამ მე მაინც ახლა სიტყვისთვის შედარება მოვიერთან. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორმა ტულსი გაბარდმა სამუშაოდან გაყარა 44% ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზვერო სამსახურისა, რომელიც კოორდინაციას უწევს ამერიკაში ყველა სხვა სპეციალურ სამსახურს. იქ შეგნებულად არის ერთი მონსტრი კი არ არის გაკეთებული, დაშლილია რომ უშიშროების სამსახური მონსტრად ეგრეთ წოდებულ კგბ-თ და ასეთნაირად, რომელიც იყო. ხო, ეს ძალიან საშიში ორგანოებია და თქვენ წარმოიდგინეთ, კგბ-მ დაშალა კიდევაც საბჭოთა კავშირი 35 წლის
დიდი პროგრამის რეალიზაციის შემდეგ და საქართველოში გონიათ რომ თბილისმა დაშალა საბჭოთა კავშირი არა ამიტომ ასეთი მონსტრები რომ არ შეიქმნას არის სააგენტო რომელიც კოორდინაციას უწევს მაგრამ ყველა ეს დამოუკიდებელი სამსახურია ყველა მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამიტომ ასეთი რატომ მოვიყვანეს საქართველოს ხელისუფლება არანაირ წმენდას არსად არ აკეთებს. ნახეთ, ეს რომ სერიოზული ხელისუფლება იყოს, ნაციონალური მოძრაობის წარსულ ხროვას კი არ შემოიყვანდა ხელისუფლებაში. 47 დეპუტატი ოცნების სახელით ნაციონალური მოძრაობის ნომენკლატურა იყო. ახლა მე გეკითხებით ეგრეთ წოდებულ სამარცხვინო ქოცებს, რა საზეწრობა არის, რა კაცი იყო, ცხოვრობდა ერთხელ ქვეყანაში და ქოცი იყო, ისე როგორც ნაცი. გეკითხებით მე, სად არის ქართული ოცნების მხარდამჭერი წესიერი ადამიანებიდან არჩეული საუკეთესო ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტში, არიან საქართველოს მთავრობაში. ვისი ხალხი ინიშნება? ადეიშვილის კადრები ინიშნება მაღალ თანამდებობაზე. რატომ აქებს ადეიშვილს მამა და მარჩენალი ყოველი საქართველოისა? თქვენ გონიათ ეს შემთხვევითია? თქვენ გონიათ იმას პატარა დამსახურება აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილისთვის? რატომ არის იგივე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო ერაბიშვილის კადრები? თვითონაც ხო ახლოა ყველაფერი ამასთან. ამიტომ რა რიცით? წმენდა და სახელმწიფო გამოკრისტალება კი არა. ჩემთვის რა მნიშვნელობა კარგ საქმეს აკეთებდეს და ოცნება იყოს ხელისუფლებაში. ჩვენ რატომ ავმოძრავდით? იმიტომ კი არა რომ ესე, იმიტომ რომ ამ უმსგავსოებას გაეწიოს წინააღმდეგობა. ეს შიგნიდან არ დაალაგდება. გეუბნებით, ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ სხვა გზა გაჩნდეს ძალა ქვეყანაში, რომელიც ბალანსებს შეასრულებს. არ მიცემს რომელიმე ძალას ასეთი ერთპიროვნული უბედურებების ჩადენისათვის. თუ ძალა ძალით არ გაწონასწორდა, ეს ქვეყანა დაქცეულია. ვერ ხედავთ რა დღეშია ქვეყანა. ხალხი ბევრია თბილისში, ხო ხედავთ? აბა ერთი ეროვნულ შემადგენლობას შეხედეთ, სარწმუნოებრივ შემადგენლობას შეხედეთ. ქართველები სად არიან? ევროპაში ნახეთ რამდენი ათასობით არის. ერთმა ნაცნობმა მომწერა იტალიიდან ბარიში, იცი თქვენ ბარი, იტალიური 30,000 ქართველია. ამერიკაში რამდენი არიან? ეს ქვეყანა ხალხისგან არასდროს არ დაიცვლება. რამდენი ქართველი გადის, იმდენი შემოდის უცხოელი. ყველაფერი არის რეგისტრირებული, როგორც კი ქართველი გავიდა ზარი ერთი ადგილიდან, ზარი მეორე ადგილზე, გაიხსნა კარები, შემოდის იმდენი, რამდენიც გავიდა, ხდება ფირმა, რომელიც ახვედრებს ყველანაირ საბუთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ხასოსო, შექმნილ ვითარებაში მე რომ ხედავდე იმას, რასაც აკეთებს ამერიკის ადმინისტრაცია. ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ უამრავ ინფორმაციას ვეცნობი და კარგად ხვდები რაშია საქმე. იქ პროპორციები იყო დარღვეული, ის კლასიკური წონასწორობა, რომელიც იყო ორ პოლიტიკურ ძალას შორის და ეს მონაცვლეობა იყო თამაშის შემადგენელი ნაწილი, რომ სტაბილურობა შენარჩუნებულიყო, მოირღვა. პურიტანების ქვეყანაში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თეთრი სახლი LGBT დროშის ფერებში შერაბეს. მე კიდე გეუბნით, ეს არის სრული კატასტროფა. იმ ამერიკისა, რომელიც ჩვენ ყველას მოგწონდა და
მართლაც უძლიერესი ქვეყანაა ჯერ კიდევ, ეს არ არის ის ამერიკა უნდა დააბრუნონ ახლა, იცით თქვენ ტრამპის ცნობილი მაგა დავაბრუნო, ესე იგი ხელახლა გავაკეთოთ ამერიკა დიადი, ხო? მანახეთ ასეთი ლოზუნგი თუ აქ ამ ხელისუფლებას, მანახე გაწმენდა ოხანაშვილიო, ჯერტი ოხანაშვილის უშიშროების მინისტრად რა უნდოდა? ალბათ რაღაცა ინფორმაციის გამოკაჩვა უნდოდა, იქ გამოკაჩეს იქ და ეხლა თავის უფროსებს ჩააბარებენ ამ ინფორმაციას. ყველგან არის გამოუგნებელი საკადრო პოლიტიკა, რომელიც პროგრესს გამორიცხავს, განვითარებას გამორიცხავს, კადრების შერჩევა აბსოლუტურად ნომინალურია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ ადგილზე იქნება. არაფერი გადაწყვეტილების არ მიმღები ორგანოებია. საქართველოს მთავრობა არის გადაწყვეტილების არ მიმღები, საქართველოს პარლამენტი არის გადაწყვეტილების არ მიმღები, სასამართლო თურმე ევროპაში მეხუთე ვართ ეხლა მოდით ქუჩაში გავიაროთ და ვისაც სასამართლოში აქვს რაიმე საქმე, მას დავეკითხოთ რა მეხუთე ადგილზეა ევროპაში, ამის ესე იგი ერთ-ერთი საუკეთესო გავხადეთ. გასაგებია ხელისუფლება სჭირდება ეს ყველაფერი, ამის ორგანიზების ძალიან კარგი მეთოდები არსებობს, მით უმეტეს, როდესაც ფულის პრობლემა არ არის და ეს ჩვენ საერთო მდგომარეობას არაფერში არ ადგება. არაფერი, კაი აქედან არ გამოდის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ სხვა რამეზე. 31-ში გაიხსნება ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისი. ყველას გიწევთ 3 საათზე რუსაველის 18-ში ოთხკუთხა თაღია შეხვალთ და ეზოში ნახავთ ეკოფის ხელმარცხნივ ბოლო კარებია. შემდეგ სექტემბრიდან ტელევიზიები დაიწყება აუცილებლად რეგულარული გადაცემები, ჩვენ ასე გავაგრძელებთ პარალელურად ერთეულ რეჟიმში მუშაობას. 21-ში ჩვენ გვინდა უბრალოდ გავაკეთოთ აქცია, რომელიც გაახმოვანებს მნიშვნელოვან თემას. ეს არ არის აქცია, რომელსაც აქ რაღაც, აქ არის აქცია, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ამ მოთხოვნებს ამაზე დეტალურად გვექნება მანამდე 21 სექტემბრამდე არის დრო, მნიშვნელოვანი საუბრები და ყველას გთხოვთ მობრძანდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად სანამ ძალას არ იგზნობს ხელისუფლება, ის არანაირ ანგარიშს არ გაუწევს არავის. ამიტომ ვიმუშაოთ ერთად, ხაცუცა. მე შემიძლია თუ ვინმეს თხოვნა იქნება, მოვაწყო ისე რომ ერთად დავჯდეთ, ყველა კითხვაზე ვუპასუხოთ, თქვენ შეაგროვეთ კითხვებით, ჩემთან ერთად დაჯექით და ვისაუბროთ, ყველა გზა გავიაროთ, არის თუ არა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რასაც ჩვენ თქვენ ნახავთ, რა ცუდი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, ოცნება წაიღებს ყველაფერს, ხასუსა. კარგად წაიღებს, ცუდად წაიღებს, ამას იზამს, იმას იზამს. ამ საარჩევნო სისტემის გამკონტროლებელი არავინ არა. სანამ ძალა არ იქნება, ამ საარჩევნო სისტემით არჩევნების შედეგს ვერავინ ვერ გააკონტროლებს. მე არ მინდა ვისაუბრო იმ სიმახინჯეებზე, რაც არის, როგორ არის აწყობილი საარჩევნო სისტემა, რა ფარული მექანიზმებია ჩადებული, აბსოლუტურად ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია და დადებს ისეთ შედეგს, რანაირი შედეგიც მას უნდა მოცემულ მომენტში, ეს უნდა შეიცვალოს. ამიტომ ჩვენ როდესაც აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ კანონიერი ხელისუფლება უნდა დადგეს და მას ერთადერთი ფუნქცია ის ექნება, რომ შეიმუშაოს საარჩევნო კანონი ისეთი, რომელიც ყველასთვის მისაღებია და გაუყალბებელი იქნება და დანიშნოს არჩევნები და ჩარეცხოს ბევრი ისეთი რამ,
რომელიც ჩასარეცხია ამ უკანონოების მიღების გამო და საფრთხეს უქმნის საქართველოს და შემდეგ ახალი არჩევნებით ჩვენ ნორმალური ცხოვრება უნდა დავიწყოთ. ხალხს უსვამ შეთანხმებულ რეჟიმში ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და არავის ეჭვი არ ექნება იმაში, რომ შედეგი არის სხვანაირი. შეთანხმებულ რეჟიმში ნებისმიერი გამარჯვებული კოალიცია იქნება, პარტია იქნება, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მისაღებია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ეს მახინჯის საარჩევნო სისტემა, მიუღებელია ის, რაც ხდება საქართველოს არჩევნებზე, კიდე გეუბნებით, აბსოლუტურად ინფორმირებული ადამიანი ვარ. არ ეწყინოს არავის, მაგრამ თქვენ არა ხართ ამ დონეზე ინფორმირებული. გასაგებია, იმიტომ კი არა, რომ მე კარგი ვარ და თქვენ ცუდი, გამორიცხულია, არა. მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების გამლილი გზით მომიწია ყველაფერ ამასთან შეხება და გითხარით ამ დონეზე შეხებები 0.0001%-ს თუ მოუწევს, იმიტომ რომ ეს არ არის იოლი მოსახვედრი ადგილი და არ არის იოლი მოსაპოვებელი. რომც მოხდეთ ამ დონეზე, თქვათ, გასვლა ცალკე პრობლემებთან არის დაკავშირებული. ეს არის რეალობა. ეხლა ვიფიქროთ. საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე ფიქრობს, აბსოლუტურად არ აინტერესებს გვერდით ქვეყნებში რა ხდება, გვერდით მეზობელ ქვეყნებში რა ხდება. რუსეთში რა ხდება, ეხლა ისე როგორ დაიმცირებს, ვინ არის, ვიღაცა რო არის ერთი ჭკუის ნაყოფი, რა ხა ლავროვს უნდა უსმინოთ, რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ლავროვი მოგწონთ თუ არა, მსოფლიოში პირველი დიპლომატი, აღიარებული მთელ მსოფლიოში. ეხლა ის ასეთია, ისეთია ამ ქვეყნისა, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ესე იგი, ქართული პოლიტიკა არ უსმენს. ყველაზე რთული მდგომარეობა ვისთანაც აქვს რუსეთის პირველი პირების ოფიციალურ განცხადებას და ეს სულელური ოპოზიცია და საცოდავი ხელისუფლება ყოველდღე იმ ლექსიკის გამოყენებით გვესაუბრება, რომელიც შეიძლება მხოლოდ აკადრო გონებას სუსტ, გაუნათლებელ. და აი ვერაფერს რო ვერ გააგებინებ იმ ხალხს. აი რო აღფოვანებული რო შეგჩერის, იმიტომ რომ შენ დიდი თანამდებობის კაცია, თვითონ კი თავი არაფრად მიაჩნიო, ამიტომ მიჩერებია თვალებში. ამან დაღუპა საქართველო, იმიტომ არის უზარმაზარი მსხვერპლი, იმიტომ დავკარგეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოგყავს ხელისუფლებები, რომელიც უკანონოა, უბრალოდ უკანონო ხელისუფლებებია და შედეგი რაც არის, კი ხედავთ. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიფიქროთ, როგორ იქნება. მე არ მინდა სხვა თემებს შევეხო, იმიტომ რომ ეს თემები ყველაფერი რაც ვისაუბრეთ, საქართველოს უშუალო დამოკიდებულებაშია, ჩვენ გვეხება, ხვალინდელ დღეს ეხება, ეხლა ჩვენ უნდა ველოდოთ მხოლოდ იმას, რომ რა მოვლენები განვითარდება ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით არაფერი მოვლენები არ განვითარდება. ქვეყნის შიგნით ყავს ხელისუფლება, უпростоრად თლად გამარტივებულია საქმე და ყავს ერთი კაცი, რომელიც არის ხელისუფლება, დანარჩენი მისი მენეჯერები არიან, ტოპ მენეჯერები არა. რიგითი მენეჯერები არიან. ტოპ მენეჯერები ივანიშვილს თავის ირგვლივ ყავს. ესენი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, ეს პატარა საშუალო რგოლია მენეჯერებისა, დავალებებს იღებენ. გარკვეული სეგმენტებია, რომელიც აქედან აქამდე უნდა გააკეთონ, სხვა არაფერი და ამ სიტუაციაში ჩვენ თუ სიკარგეს ველით, მაშინ არ მინდა ცუდი სიტყვათ ხო, მაგრამ არ შეიძლება ველოდოთ სიკარგეს. სიკარგე ხელისუფლებისთვის ახლა ის იქნება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რომ იტყვიან, ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილის დახმარებით გაიправებს თავის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონგრეულ სიტუაციას. ესე იგი,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება არა ადგილობრივი მმართველობების გაძლიერება, არა იმ კანონის მიღება თვითმმართველობის შესახებ, სადაც თვითმმართველობას ექსკლუზიური უფლება ექნება, თავისი უფლებები ექნება და თავისი უფლებების რეალიზაციისთვის ფინანსები, მუნიციპალური ქონება ექნება, ტყეები, მიწა და ასე შემდეგ. არა. მე ერთმა ძალიან გონიერმა ადამიანმა მთხოვა მესაუბრა საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის შესახებ. ეხლა შევეხები და ამით დავასრულებ ამ საუბარს. ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობა არის ფუნდამენტალური პრობლემა, ფუნდამენტალური ამოცანა, იმიტომ რომ მასზე იგება საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, ისახება რეგიონალური ბალანსების შეკავების და გაწონასწორების მექანიზმები, რეგიონალური წარმომადგენლობა მართვაში, მაგრამ ამის მსგავსი საქართველოში არაფერი არის. რა გვაქვს? მუნიციპალური მოწყობა, ტყუილი. ეს არის ССР კავშირის ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობა, რომელიც იყო საქართველოშიც, და ეს იყო დარაიონების პრინციპი. რაიონს თქვენ მუნიციპალიტეტს თუ დაარქმევთ და ორ პატარა რაიონს გააერთიანებთ, ეს რატომ იყო საბჭოთა კავშირში ისეთი მართვის სისტემა და რატომ ინარჩუნებს საქართველოს ხელისუფლება უკვე 35 წელია ამ უმახინჯეს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობას. შევეხოთ ას, იმიტომ რომ პარალელი არის ერთი და იგივე. თქვენ არის ფიქრობთ, რომ საქართველოში რაიმე არა, საბჭოთა სისტემა არის. საქართველოში ახლა შევარდნაძის ეპოქა არის, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მყოფი შევარდნაძის ელიტებია, შევარდნაძის დროს ფეხზე დამდგარი ელიტებია, ეს ისინი არიან ფულის ფლობელები, დანარჩენი პაიკებია, რომლებიც ამას ასრულებენ. ახლა შევეხოთ მოწყობას. საბჭოთა კავშირში დარაიონება მოგვიანებით იქნა შემოღებული. ჯერ იყო საოლქო სისტემა. ანუ ოლქებად იყო დაყოფილი დიდი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულები და მერე მართვის საჭიროებამ იმან რომ უფრო დრო შეიცვალა, გაჩნდა გარკვეული უკმაყოფილო განწყობები საბჭოთა სისტემის მიმართ. ამიტომ ოლქები ძალიან შორს იყო, ამიტომ ადმინდა რაიონები გააკეთეს. ქუთაისში ორი რაიონი როცა გააკეთეს, ერთი ქალაქ კომი იყო და ქალაქი ქუთაისი იყო ერთიანი მართვის სისტემა, შემდეგ გაყვეს ლენინის რაიონი და ავტოქარხნის რაიონი. მიზანი რა იყო? იმიტომ რომ ადგილზე პარტიული მმართველობა რომ იყო, კონტროლი გაცილებით. ეხლა ქუთაისში ავტოქარხნის რაიონი უფრო იოლად გასაკონტროლებელი იყო ერთი ჯგუფი ადამიანების მიმართ, რომელსაც სხვა არაფერი ეხებოდათ. სხვა იყო ლენინის რაიონის ხალხი და კიდე იყო ქალაქის მმართველობა. ამიტომ იყო როცა ყველაფერი ამ დარაიონების, ანუ დღევანდელი მუნიციპალიტეტის ერთადერთი მიზანი იყო კონტროლი განეხორციელებინა, დაეახლოვებინათ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ხალხთან. ანუ ეს იყო პარტიული ტოტალიტარული რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ კონტროლი იყო საჭირო მიახლოება ყველაფერთან. დაინგრა საბჭოთა კავშირი. ვითომ? საქართველოზე ვამბობ, ვითომ დაინგრა? ჩვენ დავინგერით ჩვენი ძალიან ჭკვიანური საქციელის გამო, მაგრამ შემდეგ არაფერი არ შევცვალეთ, იმიტომ რომ მოვიდა ეს მაოხრებელი გზირი, ქართული ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელსაც შევარდნაძე ერქვა სახელად და რა თქმა უნდა მან რაც იცოდა ის გააკეთა და კონსტიტუციაში
საკმაოდ კარგ კონსტიტუციაში 1995 წელს რომ იქნა მიღებული ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობის საკითხი არ არის შეტანილი. არა და ეს კონსტიტუციური რეჟიმია. რატო? აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიშველეს, რომ აი ახლა არ შეიძლება და მთავრობა არ იყო, იქ ორი საკითხი იყო მოუგვარებელი. ესე იგი, ამ დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში არის საბჭოთა კავშირის მართვის სისტემა. უფლებო არაფრის მაქნისი თვითმმართველი ერთეულები, მუნიციპალიტეტები, რომლებსაც არაფერი ფული მაგათ არ აქვთ, არაფერი ქონება არ აქვთ, არანაირი ექსკლუზიური უფლებების განხორციელება მათ არ შეუძლიათ, ისინი მთლიანად ცენტრზე არიან დამოკიდებული და მათი მთავარი ფუნქცია არჩევნების დროს უზრუნველყონ ხელისუფლებაში მყოფი ძალის გამარჯვება და კონტროლია ადგილებს. ეხლა მე გეკითხებით, მართვის სისტემის ეფექტურობისთვის აუცილებელია ქვეყანაში იყოს ისეთი მართვის მოდელი, რომელიც თვითმმართველობის რეჟიმს ძალიან დიდ დატვირთვას აძლევს. რატომ არის მნიშვნელოვანი ძალიან ძლიერი თვითმმართველობა? საიდუმლო არ არის, პირდაპირ გეტყვით. თუ გონივრულად აწყობილი თვითმმართველობა გაქვთ, თქვენ ადამიანის ინიციატივას აფართოებთ. თქვენ აჩენთ ახალ ადამიანების ინიციატივებს, იმიტომ ამ ხალხმა იცის თავის საცხოვრებელ ადგილზე მათ აქვთ უფლებები, მათ ყავთ მეზობლები, ამომრჩევლები, რომლებთანაც სხვანაირი ურთიერთობა, მათ აქვთ ფული, რომელთაც შეუძლიათ აკეთონ თავისი საქმე და მე შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ. 70-იან წლებში ბრიტანეთში გააკეთეს თვითმმართველობის არჩევნების რეფორმა. აი, ის ცნობილი ისტორიული საგრაფოები, სადაც ყოფილი გრაფები, სახსახლეები, ხეტყეს ჰქონდა წაღებული, მოულელი, 5 წელიწადში ძალიან ძლიერ სანახავადგილებად გადაიქცა, იმიტომ რომ თვითმმართველმა ერთეულებმა რა გაქვს, ჩვენ ყველა რესურსს წონი, რაც აქვს და საუკეთესოდ იყანება. აი, იმისათვის რომ საქართველოს ამ მახინჯმა მმართველობამ მახინჯი ხელისუფლების ფარგლებში არ დაუშვას, რომ თქვათ რომელიმე მუნიციპალიტეტი ნებისმიერი ქალაქი აიღეთ, ნებისმიერი ყოფილი რაიონი აიღეთ, მუნიციპალიტეტი ქვია. იქ თუ ხალხი გააქტიურდა, იქ თუ ხალხმა საქმის კეთება დაიწყო, ისინი ხო შენთან კანონის ძალით იქნებიან დაკავშირებული, ხო, იმიტომ რომ თვითმმართველ ერთეულში გარდა თვითმმართველი უფლებების არის ცენტრალური ხელისუფლებების უფლებები, რომელსაც თვითმმართველობა ვერ შეეხება და მე ერთხელ თქვი, არის კიდევ გაცვლითი ის უფლებები, რომელიც შეიძლება ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ მოდი ამას მუნიციპალურს გადავცემ, ან მუნიციპალურმა ჩათვალოს, რომ ეს არ გვინდა, ჩვენ ვერ ვაკეთებთ და ხელისუფლებას გადასცეს ეს ყველაფერი. არაფერი ამის მსგავსი არ აქვს. ქალაქის მერები ვითომ არაფერი ცენტრის მონამორჩილები არიან, მთელი ეს საკრებულოები არის შეაფანტობის ნიმუში და ისევ ადგილობრივი, ამიტომ არის ის რაც არის. ესე თუ ჩვენ ვიღებთ საქართველოს პარლამენტს, რაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ და ეს არის პროფესიული თვალსაზრისით სიმახინჯის განხორციელება, საქართველოს ერთპალატიანი პარლამენტი არის პარტიული. ამას ბოროტი პროფესიონალი თუ მოიქრიფიგდა, თორე როგორ შეიძლება პარტიული ინტერესი არის პარტიული ინტერესი. მსოფლიოში პარტიებს აქვთ ერთნაირი საკუთარი ინტერესები. რამ უნდა გააწონასწოროს პარტიული ინტერესი საქართველოს პარლამენტში? არაფერი განმაწონასწორებელი არ აქვს.
როდესაც ტერიტორიულ მოწყობაზეა საუბარი, ეს ძალიან სერიოზული მსჯელობაა და საერთო კონსტრუქციაში უნდა ჩადდეს. მის შემიძლია ჩემი მოსაზრებები გითხრათ, თუმცა ძალიან დეტალურად მაქვს ამაზე, მაგრამ სხვა დროს იყოს ძალიან დეტალებზე. რამდენიმე ვარიანტია. თუ ჩვენ სამხარეო მოწყობაზე, ეს შეიძლება იყოს უნიტარული სახელმწიფოს ფარგლებში, მაგრამ საქართველოში უნიტარული სახელმწიფო ვერ იქნება, იმის გამო რომ შენ უკვე გააკაჭარა, შენ აუცილებლად გექნება თუ არ გაყიდი, აფხაზეთის თემა მოგვარდება გონიერი ქართული ხელისუფლების ფარგლებში. ასე ისე მოგვარდება. ისევეა ცხინვალის რეგიონი. შენ ვერანაირად ვერ გექნება უნიტარული სახელმწიფო. ესე იგი შენ გექნება აუცილებლად ფედერალური სახელმწიფო, რომელიც სულაც არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. აბა რაც უჩვევი, შენ აჭარას, აფხაზეთს და ცხინვალის. სხვა გამორიცხული. ეხლა სხვა საქართველოზე რა შეიძლება ითქვას? მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ისტორიული კუთხეების მიხედვით შეიძლება იყოს რეგიონები, იმიტომ ზოგი ისეთი ისტორიული კუთხეა, რომელსაც ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნია. მე ვფიქრობ, ცოტა ისეთ მსხვილ სამხარეო გაერთიანებებს და აგიხსნით ახლა, რომელსაც მეტნაკლებად თვითკმარი ეკონომიკური პოტენციალი ექნება. ესე იგი, მოდით არ დავწმიდნდები ახლა, ამ შემთხვევაში თუ პარლამენტი იქნება ერთ პალატიანი, ბალანსები ვერსად ვერ დაკმაყოფილდება. იმისთვის რომ ბალანსები იყოს, პარტიული თუ არის პირველი დონე პარლამენტისა, მეორე დონე არის რეგიონები, აქ იქნება აფხაზეთის წარმოადგენლობა, აჭარა, ცხინვალი, მხარეები საქართველოსი, რომელიც ამის ბლოკირებას მოახდენს იმ შემთხვევაში თუ ქვედა პალატა ამ დროს შენ მიღებული გაქვს თვითმმართველობის შედეგი, გამოყოფილი გაქვს სამი კატეგორია, რომ ექსკლუზიური უფლებები თვითმმართველ ერთეულს, ფული ქონება ყველაფერი მუნიციპალურ დონეზე თავისი, შერეული უფლებები და ცენტრალური ხელისუფლებების უფლებები ყველა თვითმმართველ გოლში, რომ შესაძლებელი იყოს სახელმწიფო ინტერესების გატარება. თუ რაიმე დავა წარმოიქმნება, დავის განსახილველად არსებობს მხოლოდ სასამართლო. ვერავით არის ადმინისტრაცია, აი ამის ეშინია ციკლდილივით ამ უსულსულ და უნარო ხელისუფლებებს, იმიტომ რომ თუ შენ თვითმმართველ ერთეულში პიროვნება და აუცილებლად მოძებნიან იქ ხალხი თავის ყველაზე ავტორიტეტულ ადგილს, პიროვნება შენი ყურმოჭრილი მონა არ იქნება და ის თავისი რეგიონის, თავისი კუთხის, თავისი მუნიციპალიტეტის ინტერესებში იმოქმედებს, ცხადია კანონის და სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში. ვირეშმაკობა ვერავის ვერ გამოუვა იქეთა. ეს ბალანსები ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააყოს ქონება და გარკვეული სერიოზული ნაწილი ქონებისა ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცეს. ეხლა თქვენ მითხარით, ეს ხელისუფლება ამის გამკეთებელი არის? განუკითხავად ყიდის ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მუნიციპალიტეტში მიწები, რომლებიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, ადგება მუნიციპალიტეტი და არაბებს მიყიდის მიწას. მე ძალიან ახლო კავშირები მაქვს რაიონებთან, სოფლებთან. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ ვინმე გაყიდის მიწას, იმიტომ რაც გაყიდის, კაცო, თავისი საარსებოა და ამიტომ ვირეშმაკობს ხელისუფლება. ესე იგი, მე მესახება ასე, აჭარა, აფხაზეთი, ეს კიდე გეუბნებით ილუზიებში თავი არ გაყოთ, ეს აუცილებლად იქნება მაღალი თვითმმართველი ერთგევლები, ავტონომიური სახით, ანუ შენ ავტომატურად გაქვს ფედერალური მოწყობა, დანარჩენი საქართველო, მე ვფიქრობ, რომ 4-5 მსხვილი სამხარეო მმართველობა იქნება სერიოზული უფლებებით და ამ სამხარეოს წარმოადგენლები ეყოლება
ზედა პალატაში, გასაგებია მთავრობას აფორმირებს გამარჯვებული პარტია ან კოალიცია და ასე შემდეგ და ასე, მაგრამ ფუნდამენტი რა არის? მე ეხლა გითხარით მთავარი მიმართულებები მოწყობისა, მაგრამ ამნაირი მოწყობა იქნება ასე დაიყოფა, ისე დაიყოფა, ამას მნიშვნელობა რა აქვს? მთავარი აძლევს ხელისუფლება თუ არა ქონებას და ფულს თვითმმართველ ერთეულებს, რომლებიც ადგილზე წყვეტენ კონსტიტუციაში თუ გნებავთ ორგანულ კანონში ჩადებულ ექსკლუზიურ უფლებებს, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერაფრით ვერ ჩაერევა. თუ ჩვენ თვითმმართველ ერთეულს ქონებით და ფულით უზრუნველყოფთ, კანონის ფარგლებში იქნება ყველაფერი, რისი შემოღება შეუძლია, მუნიციპალური ობლიგაციები, გადასახადი ადგილობრივი, ეს თავის ხალხთან მოსალაპარაკებელია. მაშინ ჩვენ გვექნება დალაგებული სახელმწიფო, ინიციატივიანი ხალხი და არა ყურმოჭრილი თვითმმართველი რგოლები, რომლებიც შესცინებენ თბილისში უფროსობას, იმიტომ მთლიანად მასზე არიან, არ წარგადგენს. ქალაქის მერად, მაგალითად ქუთაისის მერეოდა, არ წარადგენს ხელისუფლება პიროვნებას. თვით ინიციატივის ჯგუფები იქ წარადგენენ ღირსეულ კაცს მოძებნიან ერთ, სადაც ის აუცილებლად გაიმარჯვებს. თქვენ თვითმმართველ, მაგალითად ქუთაისში, მე ახლა ქუთაისზე იმიტომ ვლაპარაკობ, იქ დავიბადე, ქუთაისში მაგალითად მაღალი კანონის შემთხვევაში თქვენ ქალაქის განწყობას ვერ გადაახტებით და თუ ქალაქი მრუდეგზით წავა, ქუთაისში ჩვევია მრუდეგზით სიარული, მაშინ დაზიანდება ეს ქალაქი და ის მაცხოვრებლები დაზიანდებიან. თუ ერთხელ დაუშვებენ შეცდომას, მეორეს არ მოხდება. ახლა ეს განზოგადებულად ვლაპარაკობ. შენ თუ გინდა კანდიდატი წარადგინო, შეგიძლია დაასახელო, მაგრამ იმ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, როდესაც მუნიციპალიტეტი ირჩევს თავისი თვითმმართველ, თუ გნებავთ საკრებულოს და თუ გინდა მერს, თქვენი ცენტრიდან ჩარევის ბერკეტები მინიმუმამდეა დასული. ახლა ყველაფერს წყვეტ სახელმწიფო რესურსს. ესე იგი, როგორ საითკენ წავიყვანე მე ახლა საუბარი? საუბარი იმაზე, რომ ან აწყობ კონსტრუქციას, როგორც სახლს ვერ ააგებ თქვენ, თუ კონსტრუქცია, იმიტომ კონსტრუქტორები რო იქმნიან ყველაფერს, ხო, დიზაინი, არქიტექტურა არის და შეგვიძლია ასე გააკეთო, მაგრამ კონსტრუქციაზე ხელს ვერ ახლებ. კონსტრუქცია უნდა იყოს კონსტრუქცია, დიზაინი გინდა ასე გააკეთე, გინდა ისე გააკეთე, თუ გინდა, რაც გინდა ის ფასადზე დახატე, შენი ნება არის. ჩვენ არაფერი არა გვაქვს. ჩვენ არა გვაქვს ფუნდამენტი, გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს. აი, გინდ ხელისახოცი ყოფილიყო და გინდ საქართველოს კონსტიტუცია. ერთი ფასია ქონდეს. ჩვენ არა გვაქვს თვითმმართველობა. ჩვენ გვაქვს ვირეშმაკული საბჭოთა მმართველობის სისტემის პაროდია. იქ სხვანაირი მმართველობა იყო, არის ცენტრალიზებული მმართველობა იყო, ტოტალიტარული რეჟიმი იყო და ამიტომ ის სისტემა ავად თუ კარგად მუშაობდა, თუმცა შიგნიდანვე დაანგრიეს. დღევანდელ სიტუაციაში, რომლის ტოტალიტარულ რეჟიმზე არ შეიძლება კვაზი, როგორ აიცი, ეს კვაზი სახელმწიფოა, კვაზი სახელმწიფო მმართველობა, კვაზი კონსტიტუცია, კვაზი კანონმდებლობა, ყველაფერი არის აბსოლუტურად კარიკატურულ დონეზე. და თქვენ გინდათ, რომ თქვენ შვილებს და თქვენ ოჯახებს აქ გქონდეთ, გავაკეთოთ. ფანტასტიკური ქვეყნის გაკეთება შეიძლება. ოღონდ ხალხს უნდა უნდოდეს ეს. მე მინდა
ერთი კაცი ვარ. ეხლა მეორე კაცი თუ იქნა, მესამე თუ იქნა, მეოთხე თუ იქნა, ამათ ის შესანიშნავად გავაკეთებთ, მეტი რო არ შეიძლება. ყველა ერთად, იმიტომ რომ ამ მოსურნე ხალხს წინ ვერც ივანიშვილი დაუდგება, ვერც სააკაშვილი დაუდგება. უნდა აკეთოს. მოდი გააკეთე თუ გააკეთე. მაგრამ არა ასე როგორც ახლა არის. აი ეს არის დღეს რაც მე ვისაუბრე, აღარ მინდა გადაგღალოთ, დაგემშვიდობებით, როგორც შევთანხმდით, შემდეგი შეხვედრა იქნება 4 შაბათს 21 საათზე, თუ არაფერი საჩქარო და რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, თუ არა და მაშინ წინასწარ გაგაგებინებთ, რომ ან 3 შაბათს, ან 2 შაბათს გადმოვიტან ამ გადაცემას, თუ იქნა მოვლენები საჭირო, თუ არა და 4 შაბათს როგორც შეთანხმებული ვართ. ძირითადად მე უპასუხებ 4 შაბათს კითხვებზე, ყველაფერს ამოვწერ, რაც კი იყო 5 შაბათს დღეს და მზად ვიქნები იმისთვის, რომ გიპასუხოთ ყველა კითხვაზე. არაფერს არ ვტოვებ, მე უყურადღებოდ. დიდი მადლობა ყველას, მადლობა რომ უყურებთ ამ გადაცემას და დაგემშვიდობებით, დროებით.